დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულებს. შანტაჟის იარაღად ქცეულ ვიზა ლიბერალიზაციას ევრობიუროკრატები კვლავ იარაღად იტოვებენ და დეკემბერში მისი ამოქმედებით იმუქრებიან. საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მაგიდაზე ახლა ორი ვარიანტი დევს: უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. თუმცა პაվել ჰერჩინსკიმ წარსულის გამოცდილებით უკვე იცის, რომ ამ სანქციას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან ბევრი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს და ბიუროკრატების სურვილის მიუხედავად კონსენსუსის მიღწევა მარტივი არ იქნება. საქართველოს მთავრობის ქმედებების შედეგად ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მინისტრები ამ თემაზე თვეები ამსჯელობენ და განაგრძობენ დისკუსიებს. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვეტონ ნაწილობრივ შეაჩერებენ თუ სრულად. ევრობიუროკრატებისთვის საქმის გამარტივებას ქართული ოპოზიცია ცდილობს. ვერშემდგარი დამხობის და წარუმატებელი ქუჩის აქციების შემდეგ რადიკალები კვლავ ევროპის დედაქალაქების გზას დაადგნენ და თბილისში საპროტესტო მუხტის ასაწევად ევროპელ პარტნიორებს ისევ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას თხოვენ. უვიზოს შეჩერება იქნება ეს თუ არ ვიცი მანამდე ევროპული ინტეგრაციის შეჩერება. ეს რა თქმა უნდა მუდმივად არის ხოლმე ახალი ფაზის მიმცემი ამ პროტესტში, თორე ეს პროტესტი არ წყდება და არ შერდება. ვიხილეთ ევროკავშირის მინისტერიალის განცხადება, სადაც ძალიან კაფიოდ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოს შეუჩერდეს ან გაუგრძელდეს შესაბამისად ის პრივილეგია, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში ვიზო მიმოსვლას. ოპოზიციამ პრიორიტეტად რომ ქვეყნის და ქართველი ხალხის ღალატი აირჩია, ამას მართლ გუნდში უკვე დიდი ხანია ამბობენ. უცხოურ ძალებთან მათი კოორდინაცია კი არ წმუნებთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი შტორმი მზადდება, რაც საქართველოზე მეტად კვლავ ევროპის იმიჯს დააზიანებს. ყოველ ჯერზე ისინი აკეთებენ ანტიქართულ საქმეს. ცდილობენ როგორმე ქართული სახელმწიფო დააზიანონ და ქართველი ხალხი დააზიანონ. ოპოზიცია და მათ მფარველებს ეხლა აქვთ ერთი, ასე ვთქვათ, ბოლო ერთ-ერთი ბერკეტი, რომ იქნებ რამენაირად გავაუქმოთ ამ ქვეყანაში ეს სავიზო რეჟიმი. არა მხოლოდ მათი, არამედ იმ ევრობიუროკრატების გასაგონათაც ვიტყვი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ამ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიებად. მე ღმათ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ისინი ვერანაირ ინსტრუმენტს ვერ გააცოცხლებენ. ბოლო შეიარაღებაში დარჩენილი აქვთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, აქაც დავალება უკვე გაცემულია აგენტურაზე, მაგრამ შედეგი იქნება იგივე, რომ საზოგადოება ასეთ ჩანტაჟს არ აყვება, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ეს მოდის დასავლეთიდან. ევრობიუროკრატების მაგიდაზე კვლავ შანტაჟის იარაღები დევს. მათი მოკავშირე ქართული ოპოზიციის ანგარიშზე კი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების რაოდენობა იმატებს. ასოცირების ხელშეკრულების და კანდიდატის სტატუსის შემდეგ მიზანში კვლავ ვიზა ლიბერალიზაცია ამოიღეს და ქართველ ხალხს და ამ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ისევ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ემუქრებიან.